დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და სანდო მერძეულ ჯიშზე მსოფლიოში, შვიდს ბრაუნზე. მას საერთაშორისო სახელით ბრაუნსვის, შვეიცარიაში კი შვაიცერ ბრაუნვის ეძახიან. ეს არ არის უბრალოდ ძროხა, ეს არის საუკუნოვანი ტრადიციისა და ბუნებრივი სელექციის შედეგი. ეს ჯიში შვეიცარიის ალპურ რეგიონებში ჩამოყალიბდა. მისი შექმნა არ უკავშირდება ერთ კონკრეტულ ადამიანს ან მეცნიერს. შვიდს ბრაუნი განვითარდა ხანგრძლივი სელექციის შედეგად. საუკუნეების განმავლობაში შვეიცარიელი ფერმერები არჩევდნენ იმ ინდივიდებს, რომლებიც საუკეთესოდ ეგუებოდნენ მთის მკაცრ კლიმატს, იყვნენ გამძლეები და სტაბილურად იძლეოდნენ მაღალხარისხიან რძეს. სწორედ ასეთი მიდგომის შედეგად მივიღეთ ჯიში, რომელიც დღეს სამი მთავარი თვისებითაა ცნობილი: ფენომენალური გამძლეობა, მშვიდი ხასიათი და რძის მაღალი ხარისხი. შვიდს ბრაუნი საშუალო და დიდი ზომის ძლიერი აღნაგობის საქონელია. მისი ფერი მერყეობს ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე. მისი დამახასიათებელი ნიშანია შავი ცხვირი, რომელსაც ირბლივ თეთრი არშია დახვება. ამას ხშირად ირმის დრუნჩსაც უწოდებენ. მას აქვს მუქი და საოცრად მკრივი ჩლიქები. ეს მისი მთის აღჭურვილობაა, რაც საშუალებას აძლევს დიდი წონის მიუხედავად საოცარი სტაბილურობით იმოძრაოს რთულ ფერდობიან რელიეფზე. ზრდასრული ძროხა საშუალოდ 600-650 კილოგრამს იწონის, ხოლო ხარი 900-დან 1000 კილოგრამამდე. ეს არის ძლიერი ჩონჩხის და კარგად განვითარებული ტანის მქონე ცხოველი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამძლე მერძეულ ჯიშად მსოფლიოში. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე, წყველადობაზე. შვიდს ბრაუნი ფასობს არამხოლოდ litrებით, არამედ რძის შემადგენლობითაც. საშუალოდ ბევრ ქვეყანაში მისი წარმოება შეადგენს 7000-დან 9000 ლიტრამდე ერთ ლაქტაციაზე. ცხიმიანობა ხშირად 4%-ის გარშემოა, ხოლო ცილის შემცველობა 3,5-დან 3,6%-მდე. მისი რძის მთავარი საერთაშორისო აღიარება კაპაკაზეინის მაღალი შემცველობაა. ეს ნიშნავს, რომ რძე განსაკუთრებით კარგად გამოდგება ყველისა და სხვა მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებისთვის. ამ ჯიშის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ბალანსი. ის არ არის ექსტრემალური არც ერთ მიმართულებაში, მაგრამ ძალიან სტაბილურია თითქმის ყველაფერში: წველადობაში, ჯანმრთელობაში, ხანგრძლივობასა და გარემოსთან ადაპტაციაში. ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შვიცის ხბოები იბადებიან დიდები და ძლიერები, საშუალოდ 40-45 კილოგრამი. ისინი გამოირჩევიან ზრდის მაღალი ტემპით, კარგი იმუნიტეტით და საკვების ეფექტური ათვისების უნარით. თეკეულები სქესობრივად მწიფდებიან გონივრულ ლადებში და გამოირჩევიან იული მშობიარობით. საქართველოში შვიდს ბრაუნი უკვე წლებია საკმაოდ პოპულარული ჯიშია. ის კარგად მოერგო ჩვენს რეალობას, როგორც კვების სისტემებს, ისე კლიმატურ პირობებს. შვიცი წარმატებით მუშაობს როგორც მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ზაფხული გრილია და ზამთარი მკაცრი, ასევე დაბლობ და ზღვისპირა ზონებში, სადაც ტენიანი და უფრო ცხელი კლიმატია. ის არ არის ზედმეტად მგრძნობიარე კლიმატის ცვლილებების მიმართ და სხვა ევროპულ ჯიშებზე უკეთ უძლებს მზის რადიაციას. მაღალმთიან პირობებში შვიდს ბრაუნი თავს საოცრად კარგად გრძნობს. მისი ძლიერი ფეხი საშუალებას აძლევს იაროს ფერდობებზე ბევრად უფრო საიმედოდ, ვიდრე ზოგიერთი სხვა მერძეული ჯიში. რა თქმა უნდა გვესმოდეს, რომ კლდეებზე და ექსტრემალურ რელიეფზე ადგილობრივ პატარა ტანის მთის ჯიშებს მეტი ბუნებრივი მოქნილობა აქვთ, მაგრამ საშუალო მთიან პირობებში და საძოვრებზე შვიდს ბრაუნი შეუცვლელია. არსებობს შვიდს ბრაუნის სხვადასხვა ტიპიც. ზოგ ქვეყანაში უფრო მეტად მერძეული მიმართულებაა განვითარებული, სხვაგან კი ორმხრივი, რძისა და ხორცის კომბინირებული წარმოება. ამიტომ ერთი და იგივე სახელის ქვეშ შეიძლება შეგხვდეთ ოდნავ განსხვავებული ხაზები, რაც დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის სელექციის მიზნებზე. თუ შვიცის შეძენას გადათხვეთთ, ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე დეტალს. დააკვირდით კიდურებს, ისინი უნდა იყოს სწორი და ძლიერი. შეამოწმეთ ცური, მას უნდა ჰქონდეს მყარი მიმაგრება და პროპორციული ფორმა. ხასიათით ეს არის მშვიდი, დამყოლი და ადამიანთან მარტივად სამუშაო საქონელი, რაც ფერმის ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლოს ყველაზე მთავარი დასკვნა. შვიდს ბრაუნი არ არის სასწაული ჯიში, რომელიც ყველა ფერმაში ერთნაირ შედეგს ავტომატურად მოგცემთ. მისი რეალური პოტენციალი დამოკიდებულია კვებაზე, მოვლაზე, გენეტიკასა და სწორ მართვაზე. მაგრამ ერთი რამ უდაო ფაქტია, ეს არის ჯიში, რომელიც მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც აღიარებულია თავისი სტაბილურობით, გამძლეობით და ხარისხიანი რძით. სწორედ ამიტომ შვიდს ბრაუნი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე სანდო და გონივრულ არჩევანად ქართველი ფერმერებისთვის.